არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აჭარის საკრებულოებში არსებული ფრაქციების უმოქმედობაზე საუბრობს. ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად 23 ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ბათუმის საკრებულოში მოქმედმა ერთმა ფრაქციამ წარადგინა. მესამე სექტორის მონაცემებს არ ეთანხმებიან ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოების წევრები. რატომ არ აისახა სადანადო დოკუმენტაციაში ფრაქციათა მიერ წარდგენილი ინიციატივები და რა ოდენობის თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეთა ხელფასების საწვავისა და სატელეფონო ხარჯებისათვის. ლანა ძაძამია არკვევდა. აჭარის 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე 23 ფრაქცია მოქმედებს, რომელთაგან 17 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარეთა თვიური ხელფასი 1350 ლარს შეადგენს. ჯამში 23 ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან თვეში 31050 ლარი, წლიურად კი 372600 ლარი იხარჯება. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად 23 ფრაქციიდან 1 წლის განმავლობაში საკრებულოში ინიციატივა მხოლოდ ბათუმის საკრებულოში მოქმედმა ერთმა ფრაქციამ წარადგინა. თუ ფრაქცია არ აყენებს ინიციატივებს, თუ ის არ აქტიურობს კომისიებში, თუ არ აქვს საკუთარი წინადადებები, თუ არ ხვდება მოქალაქეებს და შესაბამისად არ ამზადებს ცვლილებებს ბიუჯეტში და ასე შემდეგ და არ ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, თქვათ, რომ დაფიქსირდეს როგორც ფრაქცია და მის ფრაქციის თავმჯდომარეს კონდეს ხელფასი. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ფრაქციების არსებობა და რეგისტრირება. ხომ არ ხდება ისე, რომ გარკვეულწილად საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციების თავმჯდომარეები არიან გარკვეულ შეკავშირებულები ამ თემასთან დაკავშირებით. ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება სამართლიანობა გამარჯვებისთვის თავმჯდომარე მონაცემებს არ ეთანხმება. სულიკო მიქელაძე ამბობს, რომ ზეპირი ინიციატივის წესით საკრებულოს არაერთხელ მიმართეს, რაც სხდომის ოქმებშია ასახული. ამ 1 წლის განმავლობაში ჩემგან იყო ესეთი ინიციირება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილი ყოფილიყო ტურისტულ კატეგორიებად. ესეც ზეპირი იყო. არა, ეს წერილობით მიმართეს, სადღაც განცხადებაც მაქვს დაცული, მაგრამ ეხლა დრო დამჭირდება რომ მოვძებნო. უამრავი რამ არის შესაძლებელი. ესეც ერთ-ერთი ხარვეზია ესეც, რომ არ ხდება მისი საკრებულოს სხდომების ჩაწერა ვიდეო სახით, დაარქივება არ ხდება მთელი ამ მასალების ჩაწერის სახით. არსებობს ოქმები სხდომის მასალებისა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილ მონაცემებს არც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ეთანხმება. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ფრაქციას არაერთი ზეპირი თუ წერილობითი ინიციატივა ჰქონდა, თუმცა ადასტურებს, რომ ადრე ფრაქცია მეტი აქტიურობით გამოირჩეოდა. ფინანსთა მინისტრი მოვიწვიეთ, რაზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელი მაქვს მოწერილი, რათა თვითმმართველობის, ესე ვთქვათ, ბიუჯეტის დაგეგმვაში არ ჩარეულიყვენ აი ამ თემასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა აქვს გამგებელზე რაღაცის წერილის მიწერას აზრი, იმიტომ რომ ის თვითონ ვერ წყვიტავს ამას. ეს ხდება მინისტრის კაბინეტში, ან მთავრობის კაბინეტში, ან ალბათ ნურმან დუმბაძის, ესე ვთქვათ, სახლში. გამყოფი ღობეების ბულვარის გადმოცემის ონლაინ ტრანსლირების წარდგენილი ინიციატივებიდან ეს საკითხები ახსენდებათ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია მაჟორიტარის წევრებს. გენო თებიძე გამოთხოვილი ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდებაში აპარატს ადანაშაულებს. დოკუმენტებში ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ აპარატის საქმიანობა და აპარატს უნდა უზრუნველყო და მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ჩვენს აპარატს გააჩნია ჩვეულებრივად და უბრალოდ უხერხული არის, როდესაც ჩვენს მიერ შესრულებულ საქმიანობას დროულად ვერ უზრუნველყოფენ, რომ მიიცენ იმათ დაინტერესებულ პირებს. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ბათუმის საკრებულოში ფრაქციების ინიციატივით არაერთი საკითხი დამუშავდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გამოთხოვილ მასალებში საოლქო ჩანაწერების ინფორმაცია არ შესულა. ირაკლი ჩავლეიშვილი ხარვეზის გამოსწორებას აპირებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტალურად არის ასე დაფიქსირებული. ახლა ზუსტად მე ვერ გავიხსენებ მართალი გითხრათ, ცოტა დრო რომ მქონდეს გეტყოდით რა ძირითადად საკითხები იყო ისეთი, როდესაც ამა თუ იმ ფრაქციამ შემოიტანა. ჩვენ აუცილებლობა არ გვაქვს მანდამაინც თუ დოკუმენტალურად გავაფორმოთ. ესა თუ ის ფრაქცია არ არის შეზღუდული, მას შეუძლია ფრაქცია წინადება წამოაყენოს პირდაპირ ცოცხლად საკრებულოს სხდომაზე და დაისვა საკითხი და ესა თუ ის საკითხი გავიდეს. ფრაქციის თავმჯდომარეები ხელფასის გარდა საწვავისა და სატელეფონო ხარჯებსაც მოიხმარენ.